მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივნისის ტაროსკოპს მშვილდოსნებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების სამიანი. ივნისის თვე თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს მსუბუქ, სადღესასწაულო, სოციალურად აქტიურ და პოზიტიურ ენერგიას. ამ პერიოდში წინა პლანზე წამოვა მეგობრული შეხვედრები, სასიამოვნო კომუნიკაცია, საერთო წარმატების აღნიშვნა და გარშემო მყოფების წრეში ემოციური ჰარმონიის შეგრძნება. გექნებათ სურვილი მეტი დრო გაატაროთ თანამძრახველებთან ერთად, გაუზიაროთ მათ თქვენი სიხარული და თავი იგრძნოთ მხარდაჭერილად. საქმეები და ყოველდღიური პროცესები ამ თვეში განვითარდება მარტივად, სასიამოვნოდ, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლებაში და პოზიტიური მუხტით ავსებაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების პაჟი. პირად ცხოვრებაში ივნისის განმავლობაში იქნებით ფხიზლად, მეტად დაკვირვებულები, თუმცა ამავდროულად შესაძლებელია გახასიათებდეთ კრიტიკულობა, ეჭვიანობა და წვრილმანებზე გამოკიდების ტენდენციაც. კომუნიკაცია გექნებათ საკმაოდ პირდაპირი, ზოგჯერ ირონიულიც და შეეცდებით მეტი ინფორმაციის მოპოვებას ან პარტნიორის ფარული განზრახვების გაკონტროლებას. გირჩევთ შეინარჩუნოთ გონებრივი სიცხადე და არ მისცეთ საშუალება უსაფუძლო ეჭვებს, დაძაბოთ ურთიერთობა და ზოგადად ატმოსფერო თქვენს კავშირში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების ცხრიანი. თუ უკვე იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს ბარათი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში შესაძლებელია გქონდეთ მომეტებული შინაგანი შფოთვა, გარკვეული შიშები, უძილო ღამეები და გადაჭარბებული ნერვიულობა თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. თუმცა გაითვალისწინეთ, ეს ბარათი მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ნეგატიური განწყობები და სტრესი ნაკარნახევია თქვენივე ილუზიებით ან წარსულის ტრაუმებით და არ ეფუძნება რეალურ საფრთხეს. მთავარია არ ჩაიკეტოთ ამ ტკივნეულ ფიქრებში, არ მოახვიოთ თქვენი პანიკური განწყობილება პარტნიორს და შეეცადეთ ცივი, რაციონალური გონებით შეაფასოთ რეალობა, რომ თავიდან აირიდოთ ურთიერთობის ხელოვნურად დაძაბვა. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი, ეს ბარათი მიუთითებს გაცნობიერებული სულიერი მარტოობის და თვითანალიზის პერიოდზე. ივნისში თქვენ არ გექნებათ ზედაპირულ და ქაოტურ კავშირებში ჩართვის და შესვლის სურვილი, პირიქით მოგინდებათ განმარტოება, დისტანცირება, რომ ჩაუღრმავდეთ საკუთარ შინაგან სამყაროს, ემოციებს, გაანალიზოთ წარსული გამოცდილება და გაერკვეთ თქვენს ნამდვილ სურვილებში. ივნისში გექნებათ სიღრმისა და ემოციური სიფხიზლის ეტაპი, რომელიც
აუცილებელია შინაგანი საყრდენის აღსადგენად, ვიდრე თქვენ ცხოვრებაში ახალ ადამიანს შემოუშვებთ და სერიოზულ კავშირში შეხვალთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივნისში საქმიანი სფერო, თასების ხუთიანი, ამ პერიოდში მოგეცემათ შანსი პროფესიული წინსვლისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია თქვენი მზაობაც, რომ პოზიტიურად გამოიყენოთ ახალი შესაძლებლობები. ამ ბარათის ენერგია მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მთელი თქვენი ყურადღება მიჯაჭვულია გარკვეულ წარსულ გამოცდილებაზე, უკვე მიღწეულ შედეგებზე, მოპოვებულ სტატუსზე და გარკვეულ სტაბილურობაზე. და ვერთმობთ იმას, რაც უკვე მოძველ და აღარ არის აქტუალური თქვენთვის, მაგალითად მუშაობთ იქ, სადაც უკვე კარგახანია ამოწურეთ თქვენი თავი, ან შესაძლებელია უკვე ისე გაიზარდეთ როგორც პროფესიონალი, რომ არსებული სამუშაო პოზიცია ვეღარ აკმაყოფილებს თქვენი შესაძლებლობების მოთხოვნებს. ეს ბარათი ასევე გეუბნებათ, რომ თქვენი არასწორი მიმართულებით მიპყრობილი ყურადღების გამო გულისხმობ წარსულს, ვერ ხედავთ და ხელიდან უშვებთ შანსებს ახლა და აქ, პროფესიული განვითარებისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის. ეცადეთ დაფიქრდეთ ამაზე, დაფიქრდეთ თქვენს რესურსებზე, ცოდნაზე, პროფესიულ შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, კონცენტრირდით მომავალზე, თქვენი პროფესიული და კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეათე მაღალი არკანი ბეთის ბორბალი. ეს პერიოდი თქვენთვის მოიტანს გარდაუვალი, კარმული და ძალიან დინამიკური ცვლილებების ტალღას. პროცესები თქვენ სამსახურში დაიწყებს განვითარებას ძალიან სწრაფად, შესაძლებელია მოხდეს მოვლენები, რომლებიც თქვენგან დამოუკიდებლად განვითარდება. ეს არის ძველი სტაგნაციური ციკლის დასრულების და ახალი, ძალიან იღბლიანი პერსპექტივების გააქტიურების დრო. მთავარი არ აყვეთ შფოთვას, შეეცადეთ მოქნილად ადაპტირდეთ ცვალებად გარემოში, ენდეთ დროის დინებას და დროულად გამოიყენეთ სამყაროს მიერ შემოთავაზებული ახალი შესაძლებლობები. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი, თქვენთვის ივნისი არის უდიდესი იმედის, შთაგონების და გრძელვადიანი პერსპექტივების გამოჩენის პერიოდი. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენი ძიების პროცესი პოზიტიურ კალაპოტში გადავა. შესაძლებელია კონკრეტული შემოთავაზება ვერ მიიღოთ ამ თვეში, გულისხმობ ივნისს, მაგრამ გამოჩნდება ზუსტად ის გზა ან ის ვაკანსია, რომელიც სრულად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს და თქვენს უნარებს, შესაძლებლობებს, ნიჭს, სამყარო გიგზავნით მფარველობის ენერგიას, მთავარია ირწმუნოთ საკუთარი თავის, დაისახოთ მასშტაბური მიზნები და იმოქმედოთ იმედიანად, რადგან სულ მალე თქვენი ვარსკვლავი აუცილებლად აინთება. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების ორიანი, თქვენთვის ივნისის თვე იქნება სტრატეგიული დაგეგმვის, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების და ახალი ჰორიზონტების განჭვრეტის პერიოდი. ამ პერიოდში მოგიწევთ შუალედური გადაწყვეტილებების მიღება, რა მიმართულებით წაიყვანოთ თქვენი საქმიანობა, როგორ მოახდინოთ საქმის მასშტაბირება, ან რომელ პარტნიორებს დაეყრდნოთ. თქვენ უკვე ფლობთ გარკვეულ მყარ ბაზას, თუმცა მომავალი განვითარებისთვის საჭიროა მკაფიო გეგმის შედგენა. იმოქმედეთ გააზრებულად, იჩქარებთ, მაგრამ ნურჩ შეგეშინდებათ, გახედოთ ახალ ბაზრებს და დაისახოთ ახალი მიზნები. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივნისში, ხმლების ათიანი, მატერიალურ სფეროში ადგილი ექნება რთულ, კრიზისულ და რადიკალური დასრულების ენერგიას.
ეს ბარათი მიუთითებს, რომ შესაძლებელია მოულოდნელად შეწყდეს შემოსავლის რომელიმე ძველი წყარო, ასევე არის რისკი გაუთვალისწინებელი მსხვილი დანაკარგების ან გაუთვალისწინებელი ხარჯების. თუმცა გახსოვდეთ, რომ 10-იანი ციკლის საბოლოო წერტილია, ეს ნიშნავს, რომ ძველი ფინანსური პრობლემები და სირთულეები ამ პერიოდში თავის მაქსიმუმს მიაღწევს და ესე იგი დასრულდება. ამის შემდეგ მხოლოდ ახალი გაჯანსაღების ეტაპის დაწყებაა შესაძლებელი. გირჩევთ ივნისის განმავლობაში გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, მოთმინება და ეკონომიურობა ბიუჯეტის მართვისას. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების მეფე. სამყარო გირჩევთ, რომ ივნისის განმავლობაში გამოავლინოთ მაქსიმალური სითამამე, ლიდერული თვისებები, მტკიცენება და სითამამე. ნუ დაელოდებით მოვლენების თავისთავად განვითარებას და ნუ იქნებით პასიურ მდგომარეობაში. აიღეთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, იმოქმედეთ თავდაჯერებულად, ქარიზმატულად, ოპტიმიზმით, თქვენ გექნებათ საკმარისი შინაგანი ცეცხლი და ენერგია ნებისმიერი სირთულის დასაძლევად. იყავით სტრატეგიულები, მართეთ პროცესები მტკიცეთ, დაუწესეთ გარშემო მყოფებს მკაფიო საზღვრები და თქვენი ავტორიტეტითა და აქტიური მოქმედებით აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს. ასეთი იყო 2026 წლის ივნისის ტაროსკოპი მშვილდოსნებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.